მოგესალმებით ყველას. ესე იგი ჩვენ ვართ მოვაღწიეთ ესე ვთქვათ ალაზანზე. რათა ვითევზოთ შამაიაზე. მესამე მოსვლა ზუსტად მესამეჯერ მოვდივარ ახლა ორჯერ მოვედი ძალიან ღურია იყო. აი დღეს როგორც იქნა სუფთა ჩავთვალოთ კამკამა იმდენად ღურია ხოლმე ყოველთვის ეს მდინარე. დავიწყებთ ევზობას დილა და არ ვჩქარობ იმიტომ რომ შამაია არ არის ეს მოსასწრები დილით 10-11 საათზე უფრო მაგრად მოდის ხოლმე ყოველთვის რასაც ვაკვირდები. მე დღეს ვითევზავებ დიდად გასაკვირია არ უნდა იყოს ალბათ და მიხვდებით რა თქმა უნდა ეს ფიშინგის ყანყალებით მაქვს ძალიან ბევრი მაქვს. წონებს გამოვიყენებ ძირითადად 1.2-დან 2.6 გრამის ჩათვლით. ძირითადად 2 გრამიანს და 2.6 გრამიანს. კოკეტკებს და ინდივიდებს. აი ახლა რაც მაგ რამოდენიმე სხვა მოდელიც ნახოთ თუ გახდება საჭირო. ასევე გამოვიყენებ ხშირად არის რომ კარგად მუშაობს. ეს არის ფლეშლურესის კოღოს მატლები, სხვადასხვა ფერები მაქვს. მუქი, თეთრი, ეგეთი. წადოთ, შეიძლება არც დაგჭირდეს, მაგრამ მაინც თან გქონდეს. ასევე გამოვიყენებ მაქვს რამოდენიმე ცალი წამოღებული 2.1 გრამიანი იარის ტრიალები, რომელიც ძალიან სერიოზულად მუშაობს. ეს ფერები. ბევრი არა, მაგრამ სამი ცალი მაქვს. ძირითადი დაწოლა გვექნება ყანყალების. ჯოხს რაც შეეხება, ჯოხს გამოვიყენებ დღეს. ეს არის Favorite-ის ახალი მოდელი X1, 7 გრამამდე მოდელი. სიგრძით არის 2 მეტრიდან 0.3, 1.5-დან 7 გრამამდეა. ესეთი სიგრძის ჯოხი გვჭირდება ხა ჩვენ მაქსიმუმ. ამაზე დიდი ჯოხი უკვე აგვდინა, ახლა გამოვიყენებთ, მაგრამ ყველაზე კომფორტულია ეს 2 მეტრიანი ჯოხი. ახლა უფრო მოკლეც შეიძლება შეულებრივად. ამ ეტაპზე ეგეთი ფერი მაქვს. კოი, დავიწყებ ამითი 2.6 გრამია. და შევხედოთ ეტაპობრივად, ახლა ძალიან თხელი წყალია, ნელ-ნელა წავალ და სხვადასხვა ადგილებში ნახოთ რა ხდება. ძალიან მაგრად მაინტერესებს, აი იმდენი ხანი ველოდე ხა ამას, რომ აი არ ვიცი, ძალიან დიდი ხანია ვუწვდი ამ მდინარეს. ამ სიგრძეში სრულ. მაგარი ადგილია იქ ახლა როგორ არ დგას, როგორ დავიჭირე. ოპა, არის, აი თუ არ დგას, არის. დავიჭირეთ პირველი. როგორც იქნა ეს შამაია ვეღირსა. ნახე ბიჭო. ამხელა შამაია, ნახე, აქ მაინც მაგრები მოდის. ის იონზე მაგ ვიჭირეთ მაგრად წელს, მაგრამ ეს ნახე ბიჭო, შეხედე. ძალიან მაგარია. თევს ძირითადად უშვებთ დღეს. გავუშვათ. ძალიან მაგარია. მაგარი სიამოვნება აქვს. ძალიან დიდები მოდის. მოკლედ ძალიან მაგარ ადგილზე მოვადი, ხა აქ სილიკონი მინდა ვცადო ფლეშლურესის. აი ეგეთი თეთრი, წონა დავაყენე 0, ბუკეტი გავუკეთე, 3 ცალი ნაწყვეტი. ეგრე და წონა 0.7 გრამ. აი ძალიან ის მაგარი ადგილია სასილიკონე და ცადო დაბრასიზავს. არის. აი ეგრე. ნახე რა მაგარი ბიჭო. აი ფლეშლურესის სილიკონი. ხელა ბიჭო ნახე. აი ძალიან მაგარი. დავიჭერეთ ფლეშლურესის. მე ამ სილიკონის გარეშე არ მოვდივარ ხოლმე აქ სათევზაოდ, იმიტომ რომ ადგილი, სადაც სასილიკონე ადგილს ვეძახი ხოლმე, იქ ყანყალა არ მუშაობს. პატარა ადგილი როცა არის და სილიკონით შეიძლება ძალიან ბევრი დაიჭირო და ყანყალაზე საერთოდ არ დაარტყას მაგასეთ ადგილზე. ყანყალის ადგილზე მე შესაბამისად ორივე უნდა კონდეს სილიკონიც და ყანყალას. გავუშვებ. წავიდა. მოსეს ხედავ. რატო ნახე რამხელი ის ნახე რამდენი დგას ბიჭო დიდები. ხო და არის. აი ფერი უნდა ამას რადგან მოსდევს არის. კარგია. კარგი ადგილია ხა აქ. აი ურიგი შამაია. გავუშვათ.
არის. და პატარა ზომის. ეს საიდან მოვიდა რა არის ეგ? აუშოთ. ავაგზელოთ. კაი ადგილია და პატარა მოახდა ეგრევე. არის. ოპა, რა კარგი ზომა. ძალიან მაგარი. შემაიოტოსი. აქ ძალიან მაგარი ადგილი შემხვდა ხა? ოპა, არის მეორე არის. აუ, გამექცა, ვიჩქარე ხა ძალიან მოვქაჩე და დაიქცა. ორი ზედიზეთ. დავიჯერო ორი იყო მხოლოდ. არ იქნებოდა აქ მხოლოდ ორი. ეგეთი ადგილი როცა არის, აქ არის ხოლმე. კიდე იქნება. არის. ოპა, აქ ძალიან მაგრათა მოდილას. ზუმები მოდის. წავიდა. აი აქვე ჩაუგდებ. ძალიან მაგარი ადგილია. ვცდილობ რომ შორიდან მიწვდე ჯერ, რაც მოსასვლელია რომ მოვიდეს და მე უფრო გავიწევი იქით. მაგარი ზომა, ბიჭო. აუ რა ადგილზე გწახე რა ზომა. რა ზომა, ნახე, კოკეტ კოი. ძალიან მაგარი ზომა, მეზე გადაგიღებ ერთს. ანუ ეს ის აბიჯო ჭანარი. ჭანარია. ნახე. ჭანარია ბატონო. გასშევი ხო? ეს ჭანარი. არ დამიწერე. ჭანარის ფესად ძალიან პატარა. ჯაუში მე. იცი ძალიან ბევრი დღეს მას ხედა. ძალიან ბევრი დღეს. არის. ბიჭო რა შვება ჩემი. არის ტრიალა. სენსაციებს. ახდენს. დიდი სენსაცია. არ არის ეგ, უბრალოდ სენსაციას ახდენს, როცა ძალიან პასიურია თევზი. ძალიან ცოტა როა თორე. იარი რო თევზი ჭერს. უჯაშო გააჩერო ახლა ნებისმიერ და იარი. რა არის უთრაგი უეჭველი ეწოდინება. ძალიან მაგარი ნომერ პირველი ტრიალა. იაპონური. არის აი მეტი რა მეტი რაქნას ბომბა შეულებრივი ბომბა მე ახლა გარემოს დაცვაში რო ვიყო ამ ტრიალას საერთოდ არ ვგზავნებდი ოღონდ გიჟი ტრიალა იმდენად რეზულტატიან ტრიალა ხშირად არ ვაყენებ ხოლმე რომ ერთგვაროვანი არ გახდეს თევზაობა და ვისაც აქ ვერავინ ვერ იტყვის რომ ესე არ არისო აუცილებლად ყველასთან ესე მუშაობს ეგ მაგრად. მჩვენე? ისა ცარიელი თავია ნავსიქცია და ნამწვრილია რა ეს. ეს ხო რაღაც გადანარჩენი. ძალიან დიდია და ისა ძალიან სუსტი. აუ კარგად გასწრა. არის როგორ მოვატყუეთ მოკლე მონაკეში დიახ მოდი კარგი ხო გიშვები სადაც იცი
ой არის ტრიალა მაგ ხა ისევ დაყენებული და მიდის დინებაში ყარსვა აქედე იქნება წესი დამირტყა ოპა ურა დამირტყა სასწაულად დამირტყა არის კარგია ყოჩაღი და X1-იც ძალიან ყოჩაღია 7 გრამიანი X1-ზე ახლა ძალიან კარგი პარსვა მიდის აუ შევადგეთ წადი გაუგნებულია შამაია ეს წარმოუდგენია რომ უშვას ვიღაც ოხო დაგირტყა კაროჩე მე ვიგძენ როგორ დაგირტყა ძალიან სერიოზული ზომა ახი ბიჭო რა ზომა ჭვიალა გოგეთკა ჭვიალა გოგეთკაზე ძალიან მაგარი ზომა წავიდა ოპა არის ბიჭო რა ხდება რა შედა წავიდა ძალიან მაგარი ზომა ნახე მოდია ბიჭო აუ გაუვარდა პირიდან და ტანი დავიჭირე მაინც თან რა ზომა ნახე აუ ძალიან დიდია ძალიან დიდი და სუქანი ძალიან ტრიალია და არ გაიქცეს ეს ნაცადი ტრიალა დამიტოვე და შენ წადი ბატონო აგიტო ძალიან გასუქებულია ეს მაგარი ნაჭამია წავიდა მაგარი ესო დავიჭირე იქ რამოდენიმე შეთება გავუკეთე დავინახე რამოდენიმე კიდე იდგა იქ ბევრი იქ ჩააგდა რა რაფერს არის არის ბიჭო რა იყო ეს აუ აი ამის მეშინობდა და არა გადავრჩით კარგია კარგი გაგიშვებ კარგი ტრიალა არ დამართვა ძალიან მაგარი ჭერა მიდის აქ ძალიან მაგარი ჭერები წავიდა აუ მოგლიჯე კაი გაუძლებს ძლიერია იქ ოპა ურა ზომა ბიჭო როგორ მოახტა ჩი ეს რა იყო ბიჭო რამხელა შამაია ეს ნამხელა ბიჭო საოცარი ზომის იარი ჩაპარსა არ გამიფუჭო ხა სამყარო აუ ძალიან დიდი შამაია ძალიან დიდი წავიდა კიდე იქნება აქ ურა დამირტყა არის ბიჭო რა ზომები დგას დამლეცა ბიჭო კიდე უფრო დიდი ნახე 7 გრამიან ჩოქეთ ვერ ამოვწიე რამხელა ბიჭო ეს რა არის რამხელა ახე რა ზომები მოდის აი საოცარი და გადავიღო ხა ეს რამხელა შემაია გაუშვათ ხა აუ ჩაკეტილია პირი ერთი გავი ამოძვროს კარგია იცადე და გაგიშვებ იქვირითე და ასარი აქედან გაქცევა სანამ დაგარტყეს და გაფეთქეს მოგწყვიტეს გაგიშვებ და სამშობლოს ხედავია ასარი ქვირითობა და გაქცევა სანამ დროა გავაგზავნით აქ კაი ზომები უნდა იყოს კიდე მოდი ახლა მე შევცვლი ესე სამი ცალი უცებ ჩავაგდე და
ძალიან სწორი გადაწყვეტილება ყოფილა. იმიტომ რომ წყალი ცოტა შეფერილია და ტრიალას ვიბრაცია მაგრად მოწონს. მოხსნი ამფერს. ამ ფერმა დაპარსა. და დავაყენოთ ესეთი ფოსფორის ფერის ეგრეთ წოდებული შატრეზი. წონა იგივე 2.1 გრამი. არის ტრიალა ჯაპანიდან. გამოცადოთ. შენიერი. მიდის პასუა, არის ტრიალა? არის ტრიალა წითელზე მიდის პარსება. კარგია. არის რა ზომა, ნახე ბიჭო. ძალიან მაგარი ზომა. ურა მაგარით აი საოცარი თევზაობაა და თარა მაგარ ადგილებზე ვართ. ძალიან მაგარი, აი გართობის პიკი. ისე შენ რო დაიჭირე იმ შამაის მამიდა ალბათ. ლურსმანივით. აკამდე ხوار ჩამოცურა და მეორჯერ ხوار დაჭდა. ძელი ძალიან და სუსტი, სადი შუბედურო. ჭამე რამე. ერთი ვარ სხვა დილას. კარგი, მოდი ახლა ჩვენ დავასვენოთ. ტრიალა. და გადავიდეთ ეგეთი წითელი ფერი დავაყენოთ, წითელი ოქროში. 2 გრამიანი. ნახოთ აპარასის ზამს, ნახოთ. ну, როდესაც დისტანციები ხა მადლიც არის ცოტა შორსასრულები და ყანყალა ხა ეს ყანყალები თან ძალიან დიდი და ძალიან სერიოზული ბალისტიკით გამოირჩევა, ძალიან მაგარი ფრენა აქვს. ეს შორს შეგდება როცა გვიდა დაბალი წონის, ხა უკონკურენტოა უკვე ეს ყანყალა მაგ დროს. არის ესვე მაინც კლასიკა წითელი ესვე ნელა ხურა დღეში აიღო შესაძლოა არ მინდიღარ ხოლოდ სიამოვნებისთვის წავიდა გაუგნებული შამაია კარგია ისევ არის ხარ? ორგიზომა. ძალიან მაგარი. პარსვა. მიდის ჩვეულებრივი პარსვა. ვიძენ ფეხი არ კრა ჯასტინი ხوار. ის. ნელა პუძგი. რა ზომა. დავღუნ. ნელა. წავიდა გაუგნებული შამაია. აფსტრიმზე დაждდა. ეს ვინა, ბიჭო, მოვიცილე ეს თევზიში. შევეციო. ჩდილის თევზი. ესე იგი, გურტყამდა გიჟი, ოპა, არის. აი, მაინც. პატყუეთ მაინც. არა დამირყა ორჯერად. გაგექცა. მაგარი ზომა იყო, ბიჭო, ვერაფცია ნახე მძიმძიმი. Garizomazan. Avida. Potsuzga. Შენც იქ დაგიწყა, ხო? აქ გას, ბიჭო, შევა კიდე იდგეს აქ.
ნუ მოკლედ ამით იმორჩევით, უკვე გვიანია. პირველ საათი დაიწყო. ძალიან სიცხეა უკვე. შვენივრად დავიჭირეთ, ნუ წყლის ფერის გამო უფრო მაგრადაც შეიძლებოდა, მაგრამ ჯამში დაახლოებით 50 წელი დავიჭირეთ და სავსებით საკმარისია, თან ისეთი მაგარი ზომები მოდიოდა. ნუ XR-ზე ბევრს აღაფერს არ ვიტყვი, ძალიან ბევრ ვიდეოში მაქვს და ბიუჯეტურ კლასში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მდინარი ჭოხია. აი ეს ყანყალები კიდევ უფრო მაგარი და იარის ტრიალების აქტიური ძალა ნახეთ. როდესაც დინება და თხელი წყალია, იარის ტრიალა შეუდარებელია უკვე მაგ დროს. ნახოთ, ვცადოთ კიდე თუ გვექნება მომენტი სუფთა წყლის, ისევ მოვსდით ალაზანს და იმედია კიდევ უფრო მაგარი ჭერაში მოხვდებით. თავარია წყალი, სუფთა წყალი ერთადერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის აქ. ყველას წარმატებული თევზაობა, დროებით.